საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ქართველი ხალხი მაღალ სასამართლოში უჩივის, კონსტიტუცია გააუპატიურაო. მოსამართლე კიდევ ეუბნება ხალხს ესეც ცოტა კორექტულად თქვით რომ მაღალმა კონსტიტუცია მოირგო. ხალხი კიდე პასუხობს შორიდან ეგრე ჩანდა რომ კონსტიტუციას ირგებდა და ახლოს რომ მივიდით მართლა აუპატიურებდაო. მაღალს ეკითხებიან ორი მიზეზი გითხარი რატომ არის საქართველოს ბანკი ყველაზე მაგარი ბანკიო. მაღალი კიდე პასუხობს ერთი იმიტომ რომ ოთარ მეღვინე თუხუცეს არ ურიცხავს დახმარებასო, კარგიო და მეორეო მაღალი პასუხობს არც გურანდა გაბუნიასო. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. კონდოლიზა რაისი სააკაშვილმა რუსეთს პროვოკაციაში ჩათრების საშუალება მისცა. თქვენ იცოდით რომ კონდოლიზა რაისიც კრემლის პროექტი ყოფილა? არ იცო. ამიტომაც ყურადღებით მოусმინეთ ამ ციტატას. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ასევე იხსენებს რომ არ წმუნებდა სააკაშვილს ზალის გამოუყენებლობის შეთანხმება გაეფორმებინა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა. ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა გააკეთოთ, არ მისცეთ რუსეთს თქვენი პროვოცირების საშუალება. გახსოვთ პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ მოსკოვი ეცდება რამე სულელური გაგაკეთებინოთ. იხსენებს რაისი სააკაშვილთან საუბარს. აი, ბიძინაჩემი ხომ ერთ-ერთში იმეორებს პუტინის სიტყვებს. აგვისტოს ომთან დაკავშირებით. აი, კონდოლიზა რაისმა კიდევ ერთ-ერთში გაიმეორა ბიძინაჩემის სიტყვები და მოწმეთ, ჩემი მაღალის მამობილი ჯორჯ ბუშ უმცროსი მოიყვანა. ბიძინაჩემმა შეგახსენებთ ასეთი რამ განაცხადა. ცხინვალიდან ქართული მხარე იბომბებოდა ბანდფორმირებების მიერ, ხოლო საქართველოს მთავრობამ იმის ნაცვლად მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, ფართო მასშტაბიანი ცეცხლი გაახსნა. ესე იგი, რა გამოდის? ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტია კრემლის პროექტია? ხო, სწორედ ასეა. აბა ხა ჩემ მაღალს ხომ არ მოუჭრი კაცო თავს. ხო და სწორედ ამერიკელები არიან მეხუთე კოლონა და სულ გაყიდულები. დიახ, ხოლოდ გოკა გაბაშვილია უშეცდო. ფაქტიურად ანგელოზია, მხოლოდ მის ბაგეთაგან გადმოედინება ჭეშმარიტება. აბა კითხეთ, ხომ უშეცდო მოხართო? გიპასუხებთ, არა, კაცო, უშეცდო არავინ არისო. და მე კითხეთ, ერთ შეცდომას ხომ ვერ გაიხსენებთო და იტყვის არ მახსენდება, თორემ ყოფილაო. მოკლედ, ჩემო მაღალო, ძაღლი მიაკვდა იმ პუტინს სულში, მაგრამ რატომ არ აღიარებ შენ წილ დანაშაულს? ჩემამდე არ დადის რა. აი რომ გეთქვა, ხალხო, ძალიან მინდოდა საქართველოს რომ გამეერთიანებინა და მეგონა სწორ გზას ვადექი, მაგრამ შევწდი და ვერ გავაერთიანე ქვეყანა, რის გამოც ძალიან წუხარ, მაგრამ იმედი მაქვს რომ მომავალი თაობები არ შეწყვეტენ ბრძოლას და დაბრუნდებით ჩვენს მიწაზეო. ხო მოგვიჯდებოდა გული, კაცო და ვითხოვდით, კი შეცდა კაცი, მაგრამ სამაგერო ჯიგარია, ქვეყანა უყვარს და ჩვენიანიაო. მაგრამ ახლა რაღაცა შესაბრალისად ასრულებ. რატომ დაუშვი ასეთი შეცდომები მაღალოა? რატომ გეგონა რომ ყველაზე მაღალი იყავი კაც? მძიმე განსაცდელში ჩავარდა ჩვენი ნაციონალური მედია. კობა დავითაშვილის, ზვია ძიძიგურის და თუნდაც ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკება ადვილია, მაგრამ პატრიარქის შემთხვევაში რა გაკნან? არა და ეხლა ეგეც გამოვიდა და ბიძინაჩემისთვის მოქალაქეობის დაბრუნება მოითხოვ. ხო და რა გაეკნათ ეხლა სულ არაფერსაც ვერ იტყოდნენ. დიდხანს იტანჯეს, დიდხანს იწვალეს და ბოლოს აი ასე გააშუქეს ეს ამბავი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 18 ნოემბერს მოსკოვში მიემგზავრება ილია მეორე მონაწილეობას რუსეთის პატრიარქის კირილის 65 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს დღესვე ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რომლის შემდეგაც მისმა უწმინდესობამ პრესასთან შეხვედრის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა კი მედიის შეკითხვებს თავი აარიდა და საპატრიარქო დატოვა. ბიძინა ივანიშვილი ჩვენ ვისაუბრეთ ბევრსადისცედა განსაკუთრებით საქართველოს მომავალზე საქართველოს დღევანდელ დღესზე და ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ კარგი გადავჭით კაცო. მართალია პირდაპირ ვერ თქვეს, მაგრამ თვალი ჩაგვიკრეს, დაბლა მრავლის მთქმელი წარწერა მიგვიწერეს, მიგვანიშნეს და დიდი გაჭირვებით მიგვახვედრეს ახლა რომ პატრიარქი რუსეთში მიდის და ალბათ ეგეც არ იქნება კარგი კაცი. ვინ? რა რისკიანი, მაგრამ კარგი სიუჟეტი იყო. იმედისგანაც კი არ ველოდე ახლა ასეთ სასწაულს, მაგრამ იმედი ხომ ეგეთია კაცო. არაპროგნოზირებადი, ყველაფერზე წამსვლელი და პირმეხი. ტელევიზია ტორპედო, ტელევიზია რომელსაც მოწმენდილ ცაზე ორჯერ შეუძლია მეხის გასროლა, თანაც დაბლიდა. როგორი მოფიქრებულია?
სიუჟეტის თემა პატრიარქისა და ბიძინაჩემის შეხვედრაა, მაგრამ დასავლეთის სათაურად ასეთი რამ აქვს. ანუ ტიტრზე ასე წარწერა. პატრიარქი მოსკოვში მიემგზავრება. იშ დარწმუნებული ვარ, მაგ სიუჟეტის გასვლის შემდეგ საშინლად შეილახებოდა პატრიარქის იმიჯი. თეათუთბერიძის თვალში. ყოჩაღი იმენდო. მაპატიეთ კაცო, აქამდე ცოტა მცდარი წარმოდგენა რომ მქონდა თქვენსა და მეგონა მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებული ქრონიკით შემოიფარგლებოდა თქვენი ფართო მასებზე მომართული ფსიქოლოგიური საქმიანობა. არა და თქვენს მიერ 25 კადრად წოდებული სხვა ამბავზე დადებული სხვა ტიტრი, ანუ ჩუმი ჩანაფიქრი რომ გამოვიცანი, მაშინ ვთქვი რის ზიგმუნდ ფროიდი, კარლ გუსტავ იუნგი და რუდოლფ შტაინერი. თქვენ ყოფილხართ, კაცო, რაც ყოფილხართ, მაგრამ იცი რა, ერთი ძველი კითხვა ისევ არმანებებს თავს და სულ ტვინში მიტრიალებს. ძვირფასო იმედო. მაგრამ მაღალის გეშინიათ და იმისი არა. ირაკლი ალასანია, სახელი და გვარი, რომელიც საქართველოს ნომერ პირველ მტერთან ასოცირდება. სახელი და გვარი, რომელიც ჯოჯოხეთთან ასოცირდება. რა განაპირობებს პოლიტიკური ჯგუფის თუ ცალკე აღებული პოლიტიკოსის საგარეო პოლიტიკურ კურსს? პატრიოტული და მორალური პრინციპები თუ დაფინანსების წყარო. როგორც ჩანს, თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში გადამწყვეტი სწორედ დაფინანსებაა. სხვაგვარად რთული სათქმელია, რატომ შეაქცია ზურგი ნატოს პოლიტიკოსმა, რომელიც მანამდე პროდასავლური იმიჯით სარგებლობდა. შემდეგი სიტყვები თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა გაზეთ საქართველო და მსოფლიოს უთხრა. ჩვენი ეროვნული ინტერესების უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება. სამხედრო პოლიტიკურ ბლოკებზე აქცენტების გაკეთებისგან კი თავი უნდა შევიკავოთ. ტელეიმედი. ეს თავისუფალი სიტყვის მიუკერძოებლობის და დემოკრატიის ძეგლი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ კურსზე სუყე სიუჟეტს აკეთებს. ყველა შეგახსენებთ, რომ ეს ცნობილი სიმართლის მაძიებელი არხი ერთ ავად სახსენებელ დროს სახელმწიფოს მტერის ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია იყო. მე მინდა ჩემს კოლეგას ვუთხრა, თუმცა ალბათ ეს დამოუკიდებელი მედია მე კოლეგად არ აღმიქვავს, იმდენად რამდენადაც მე კონტროლირებადი ვარ, მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა, რომ მე უკეთესი სიუჟეტის შეთავაზება შემეძლია ალასანიას პოლიტიკურ კურსზე. მაშასე, ირაკლი ალასანია, ბოროტების სავანე. რუსული სპეცსამსახურების დავალებით 1912 წელს ირაკლი ალასანიამ ატლანტიკის ოკეანეში იმ დროისთვის ყველაზე დიდი გემი ტიტანიკი და ლეონარდო დიკაპრიო ჩაწინა. ალასანია გადაიქცა აისბერგად და შეეჯახა ტიტანიკს, რასაც მოჰყვა ადამიანების სიკვდილი. 1959 წელს ირაკლი ალასანია შეიპარა საავადმყოფოში. გადაიცვა ექიმის ფორმა და ფანჯრიდან გადმოაგდო ყველა დროის გენიოსი გალაქტიონ ტაბიძე, რის შედეგადაც გალაქტიონი გარდაიცვალა. ირაკლი ალასანიამ 1927 წელს მწერალთა კავშირში წარმოთქვა ისეთი სიტყვა, რომ პაულო იაშვილმა თავი მოიკლა. ირაკლი ალასანია თანამშრომლობდა და დღესაც თანამშრომლობს ყველა დროის სიბოროტის განსახიერება იოსებ სტალინთან, ჰიტლერთან და მურვან კურსთან. ამ უკანასკნელის დავალებით ის 735-727 წლებში შემოიჭრა საქართველოში და აგვაოხრა. არ დაინდო ქალები და ბავშვები და მათი სისხლით იკეიფა. ირაკლი ალასანიამ მოატყუა გუდუნა და მოაკვლევინა მამამისი, დათა თუთაშხია. და ახლა რამდენი პროცენტის იმედი აქვს ამას არჩევნებში? ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებით შენიღბულმა ტელეკომპანია იმედმა ბოლოს და ბოლოს გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე. ის თურმე სინამდვილეში რუსეთის აგენტთა ხაფანგი, ხოლო მისი კამერის ობიექტივი კი სნაიპერის ჭოგრიტი ყოფილა. იმედი ღამღამობით ჩუმად დადის, რუსეთის აგენტებს პოულობს და შემდეგ სახალხოდ აჭრის მათ რუსული არწივის თავებს. იმედი, ეს მაინც რატო მოგვიშალეთ? გრძელდება კრემლის აგენტების ლუსტრაცია. ამჯერად კონდოლიზა რაისმა გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და პოლიტიკურ სამარეში ჩაეშვა. ჩვენი პარტია ზეიმობს კიდევ ერთი მტრის ლუსტრაციას და ამის აღსანიშნავად ბათუმის ცენტრში დაირქმება ყურებიანი ქუდის ძეგლი. მაღალ ჩინოსნის ლუსტრაცია. გია თორთლაძის გამარჯვება. ჩვენმა თავის თავზე უზომოდ შეყვარებულმა, თავ დაჯერებულმა, თავ მდაბალმა და ასე შემდეგ თავრობამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა ადგა და გადაწყვიტა, რომ ქართველი ერი მათ სათანადოდ არ იცნობს და უკეთ გაცნობისა და ბოლომდე სულში ჩაქვრა ჩახუტების მიზნით საკუთარი თავის სატელევიზიო პიარს მიჰყოს ხელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს ყველა მოსწავლეზე ზრუნვას და ინგლისური ენის სწავლების მიზნით მრავალი უცხოელი მოხალისე ჩამოჰყავს საქართველოში. ტყით სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამარტივდა. შეშის ამბავშია და მასალის ამბავში ძალიან დიდებული საქმეა გააკეთა დღევანდელმა მთავრობამ. შეშის მოჭრა ერთი ფანჯრის პრინციპით, მხოლოდ ერთი ქვითრის მეშვეობით ხდება. It is almost 8 years since the Rose Revolution. ვარდების რევოლუციის შემდეგ დაახლოებით 8 წელი გავიდა. ამ პერიოდში ახალ და უკეთეს საქართველოს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. თქვენ მიაღწიეთ შთამბეჭდავ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიის განვითარება და კორუფციასთან ბრძოლა. ყოჩახ ბიჭებო და გოგონებო, ყოჩახ. მართალია ჯერ არცად ბზენს არ უთქვამს მსგავსი ფრაზა, მაგრამ მოდით ეხლა ამ რთულ მისიასაც მე შევითავს. დროებით დავბრძენდები და ვიტყვი, ხალხს თუ დიდად არ ეპიტნავები და შენ საგმირო საქმეებსაც არ აფასებს, მაშინ ადექი და თვითონ მოიწონე საკუთარი საქმე. ბრძენკაცობაზე ადვილი რა ყოფილი? ველოდე ბატონო, ველოდე. და შემრაცხა ხალხმა ავდექი და მე თვითონ მშვენივრად შევირაცხე თავი. ახლა ჩემს მონტაჟებს 1-2 ჩემს წარმოსაჩენ ვიდეო რგოლსაც გავაკეთებინებ და ეგა ერთი სიტყვით მე გთხოვთ, რომ ამ იერიდან ვასილ ბრძენკაცად მომიხსენიოთ ხოლმე. ხოლო რაც შეეხება რეკლამებს, რომელზეც თავიდან დავიწყე საუბარი, ზუსტად იგივე პრინციპის მიხედვითაა დამზადებული. ზუსტად იგივე ერზეა გათვლილი და ზუსტად ისე ვერ მუშაობს ჩემს გონიერ ერზე, როგორც ჩემი ბრძენკაცად შერაცხვის ამბავი. რა, თუ ასე არა. აი, ხლა არ გადამრიოთ და არ დამღუპოთ, თორემ ამათ თუ გაიგეს, რომ ხალხს თავს რეკლამებითაც მშვენივრად ვაწონებთო, ამ იერიდან ადგებიან და თავს მოგვაყვებენ შემდეგნაირ რეკლამებს. ქვეყანა, სადაც პენსიონერები ლამბორგინებით დაჰყიან. ქვეყანა, რომელსაც თავის ისტორიაში ომი არ წაუგია. ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც ერევა ყველა სხვა ქვეყნის პრეზიდენტს. კბილებით იჭერს შურდულიდან გამოტყორცნილ ქვას და რაც მთავარია, ყოველ სისხამ დილით იზელს და სველი პირსახელს. აი, იმ რეკლამების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც ძალიან მალე ვიხილავთ ნაციონალური არხების ტელეეთერი. დიდება რეკლამებს, დიდება პარტიას, დიდება. საქართველოს მზრუნველი ხელისუფლებისგან განებიურებულმა ბიზნესმა კიდევ ერთი, მაგრამ გრანდიოზული ნაბიჯით წაიწია წინ. დიახ, საქართველოს ბანკმა ახალი სათავო ოფისი გახსნა და საზეიმო ღონისძიების წაყვანა დუტას არა, მაგრამ არანაკლებ შოუმენ და არანაკლებ პლასტიურ კაცს მიანდო. აღმოვაჩინეთ ბოლო წლებში კიდევ ერთი რამე, რომ საქართველოს ქართველებს ძალიან კარგად გამოსდით ბანკირობა და საბანკო საქმე. ქართველებში ერთ-ერთ ყველაზე კარგად ეს საქმე გამოდით საქართველოს ბანკის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს. რამდენიმე 1000 ენთუზიასტი, სპეციალისტი კარგად მუშაობს აქ. დიახ, აი ასე. ჩვენი მაღალი აშკარად კერძო კომერციული კომპანიის რეკლამირებას ეწევა. წელებზე ფეხს იდგამს ახალი კომპანიის გასაპირებლად, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ჩემ მაღალს გაუჭირდა და გადუტდა და უბრალო შოუმენობით შეულობს საჩო საბადებას. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ აქაც სახელმწიფოს ინტერესებთან გვაქვს საქმე. მოგეხსენებათ 2 დღის წინ რამდენიმე დიდმა კომპანიამ თავისი ანგარიშები ბოლომდე გამოიტანა ერთი უხსენებელი ბანკიდან. ხო და მისხდნენ გუშინდლამდე მოწყენილები და ეს დიდი კომპანიები და თავის მუთაკებში ჩაწყობილი ფულებით. და ჩემს მაღალს თვალებში შესციცილევდნენ. აბა ეჭკვიანი კაცი რომელ ბანკში გვირჩევს ფულის გადატანას? ამანაც ურჩია. ალბათ მალე ესენიც დაიძრებიან თავიანთი მუთაკებით ამ ძალიან მაგარი ბანკებისკენ და სორსაც იზამ. მე თუ მკითხავ საქართველოში მაღალი ყველაზე მაგარი საბანკო ექსპერტი. არა, იმიტომ კი არა რომ საბანკო საქმე რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ძირეულად აქვს შესწავლილი. არა, კაც. უბრალოდ იმიტომ რომ ჩემმა მაღალმა ზუსტად იცის რომელი ბანკის მანქანას დახვდებიან ხვალ შეიარაღებული ბიჭები და რომელი ბანკის მფლობელებს დააწიოკებენ სასტიკად. საიდან იცის? რა ვიცი, ხა ზუსტად არც მე ვიცი, მაგრამ ხალხი ამბობს, ბნელ ოთახში ვანოს ატრიალებს და იქიდან იგებს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა საიდან იგებს? თავარია რომ იგებს. ხო და აღარ გვინდა ახლა ეს ანალიტიკა. ის სასიამოვნო კადრები ვნახო, სადაც ჩემი მაღალი თავისი მადლიანი ხელით კიდევ ერთ ახალ ობიექტს, კიდევ ერთ სიხარულს, კიდევ ერთ ბედნიერებას აძლევს საწყალ ქართველ ხალხს. ისე მაღალო ჩვენში დარჩეს და რამძიმე ხელი გქონია. ხო. ახლა აბების ეთერს 5 პოლიტიკურ აპს ვუთმობ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი.
მეხუთე ადგილზე გავიდა ჩემს მაღალთან სტუმრად მოსული ეგვიპტელი ჟურნალისტი, რომელსაც ყველაფერი ის მოეწონა, რაც ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ ორი შეხედვით რა მოგახსენოთ? ჩვენ გავეცანით საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. უკვე ვიყავით შინაგან საქმეთა სამინისტროში და ვნახეთ, როგორ გამჭვირვალედ მუშაობს სისტემა. ვნახეთ სკოლაც, სადაც ბავშვები ინგლისურად სრულყოფილად საუბრობენ. საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი არავის დაუთმო ნიკა გილაურმა, რომელმაც ისეთი მაგარი ხუმრობა თქვა, რომ თვითონაც გაეცინა. მაგალო ტეხავს ვიღაცა ესეთი მაინც გაუშვით, რომ არ გაეცინოს, კაცო. სირცხვილია, მსოფლიო გვიყურებს, კაცო. It's time to invest in Georgia and to go to Georgia. ახლა საუკეთესო დროა საქართველოში ინვესტირებისთვის. მესამე ადგილი. მესამე ადგილს იკავებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს წინსვლაზე საუბრობს. ოღონდ უბრალოდ კი არა, თავისი მუსიკალური გაფორმებით და სწორადაც შვება. ხა ასე ბანალურად მარტო საუბარს აღარ აქვს ეფექტი. ცოტა ექშენი და დრაივიც უნდა დავამატოთ ძმაო. დღეს ჩვენთან ეკონომიკაში არის ეკონომიკური ოპტიმიზმი, ზუსტად ის ეკონომიკური ოპტიმიზმი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად მიყვანს იმ ეკონომიკური ზრდისკენ, რაც გვაქვს დაგეგმილი. მეორე ადგილი. მეორე ადგილს ისევ ჩემი მაღალი იკავებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია რუსეთის გინებიდან პირდაპირ საქართველოზე და მის ხელისუფლების ქებაზე გადასვლაში და ყოველდღიურად ამტკიცებს თავის სტატუსს. აი ხა მაგალითად ეს ბანკი, ჩვენი ბანკი და სხვა ეკონომიკური აქტორები უნდა ჩასაფრებული იყვნენ, იმიტომ კაპიტალი გარბის რუსეთით. ყველა მიცის რომ იქ არაფერი კარგი მომავალი მათ არ ეჭყანებათ, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი გამოთქვით. ამიტომ კაპიტალი იქიდან გამორბის. სად უნდა წავიდეს ეს კაპიტალი? იქ სადაც არის კაპიტალისტვის ყველაზე კარგი პირობები. სად არის ყველაზე კარგი პირობები? გამოიცანეთ ჩვენ ყველა მიცით საქართველოში. პირველი ადგილი. და პირველი. უპირველესი და ყველაზე მაგარი ადგილი ეკუთვნის გია თორთლაძეს. გია თორთლაძე რომ არის მაგიტომ, თორემ ეს ხუმრობა დანარჩენი 4 მილიონი ქართველიდან ნებისმიერს რომ ეთქვა, შეიძლება არც გამღიმებოდა. მიდი კი, მიდი. შესჭენებას არ აქვს საზღვარი. რაც შეეხება რატომ იცვლიან პოლიტიკოსები თავის დამოკიდებულებას, მარტივი კითხვა არსებობს, პასუხი არსებობს ამას. ეს არის უპრინციპობა და ბევრი ფულით დაბრმავებული თვალები. ეს გახლავთ განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.